ბრუნდებით პირდაპირ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ნინო წილოსანი შემოგვიერთდა სტუდიაში. მოგესალმებით, ქალბატონ ნინო. დავიწყოთ ხვალინდელი დღით. ოპოზიცია არ აპირებს, რომ ამ პროცესს ლეგიტიმაცია მისცეს და ისინი მიიჩნევენ, რომ ახალი პრეზიდენტი, რომელიც იქნება არჩეული, არის არალეგიტიმური. თავის მხრივ პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ ის რჩება თანამდებობაზე საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგაც. როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები ამ მძიმე მოცემულობაში, რაც არის 28 ნოემბრის შემდეგ ქვეყანაში? რა მოლოდინი გაქვთ კონკრეტულად ხვალინდელი დღის მიმართ? თავისთავად ჩვენ წინა საარჩევნოდაც ვამბობდით და დიდი ხნით ადრე ვსაუბრობდით, რომ ოპოზიცია არ ემზადება არჩევნებისთვის, არ ემზადება არჩევნების დღისთვის, არამედ ემზადება არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის და რაც ახლა ვუყურებთ, არის ძალიან კარგად მომზადებული და ორგანიზებული და ძალიან კარგად გათვლილი, სპეციალურად მიზანმიმართულად ადამიანებზე, სოციალური ქსოვილის დაშლაზე, ჩვენს ოჯახებზე, ჩვენს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც სამწუხაროდ არა მხოლოდ აქ, არამედ ასე ვთქვათ, გარე ძალების საშუალებითაც იქნა დაორგანიზებული. რა თქმა უნდა, ეს პროცესი საკმაოდ მტკივნეულია, ეს დღეები, რასაც ჩვენ ვუყურებთ, არ არსებობს ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს არ განიცდის ადამიანურად, თუმცა ჩვენ როგორც ამ ხალხის და ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებას ვალდებულება გვაქვს არა მხოლოდ ემოციურად ვუყუროთ ამ ყველაფერს, არამედ ვმართოთ ეს პროცესი და გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს. ამ დღეების მანძილზე საკმაოდ ბევრი დღე გავიდა იმისთვის, ალბათ 15 დღე არის როგორც მახსოვს გასული, რომ გავაანალიზოთ და გარკვეული რაღაცა ანალიტიკა გავაკეთოთ, რა ხდებოდა აქციებზე. როგორ დაკრისტალდა აქციების მიმდინარეობის დროს მთავარი მიზანი და თავად ადამიანების შემადგენლობა, ამ აქციის შემადგენლობა როგორ იცვლებოდა. თითქოს პირველი ტალღა, რითიც ხალხი გამოიყვანეს, ეს იყო ცრუ მიზნებზე ორიენტაცია, ხო? არ არსებობს რაღაც საფრთხე, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ასოცირებას შეიძლება დაემუქროს, თუმცა ამ იდეით აჟიტირებული ხალხი გამოიყვანეს გარეთ და შეიძლება ითქვას, რომ პირველი ტალღა აქციის მონაწილეების დღესაც აპროტესტებენ და ფიქრობენ, რომ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქვეყნის ევროინტეგრაციას ექმნება საფრთხე და პროცესი ჩერდება. კი, თუმცა ამ აქციას ნელ-ნელა აკლდება მონაწილეები, ნელ-ნელა ადამიანები, ვინც შეიძლება მართლა გულწრფელად უერთდებოდნენ ამ პროცესს, კიდევ უფრო ნათლად ხედავენ, რა არის ამ აქციის ძირითადი მიზანი. ხო, ჩვენ არაერთხელ დაგვისვამს კითხვა, რა არის აქციის მოთხოვნა? ან თუ აქციის მოთხოვნა არის, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა გააგრძელოს, ეს ჩვენ კონსტიტუციით გვაქვს გამყარებული, დამარჯობათ. სწორედ ამასთან მივდივართ. რა თქმა უნდა, ეს აქციაც, რომელიც ვითომ ევროპის იდეით დააორგანიზეს, არის წაგებული პოლიტიკოსების ამბიციების დაკმაყოფილება, ეს ადამიანები, რომლებიც ამ აქციაზე გაიყვანეს სწორედ ამ წაგებული პოლიტიკოსების ინტერესების დასაცავად. რასაც, რა თქმა უნდა, აქციის მონაწილეების აბსოლუტური უმრავლესობა არც აღიარებს და არც არასდროს იტყვის, თუმცა ალბათ ბევრი მათგანი უკვე ათვიცნობიერებს, რასში იყვნენ ისინი გამოყენებული. მე მინდა მათი პოზიციიდან გესაუბროთ, მათი არგუმენტი არის, რომ ისინიც უერთდებიან ახალ არჩევნებს, შეიძლება იმ ოპოზიციას საერთოდ არ უჭერდნენ მხარს, რომელიც მათ პროტესტს უერთდება, მაგრამ მათი мотиваცია არის, რომ ის პარლამენტი ითხოვენ ახალი პარლამენტის არჩევას იმ არგუმენტით, რომ ხელისუფლებამ კონსტიტუციის 78 მუხლს უღალატა და აქედან გამომდინარე ისინი არჩეულ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. ცალკე პრეტენზიები და ბრალდებები არის, ისინი ფიქრობენ, რომ 26 ოქტომბრის შედეგები იყო გაყალბებული. მოდით არ შევჩერდები იმ ადამიანთა ჯგუფზე, რომლებიც ინფანტილურად საუბრობენ, რომ არც ქართულ ოცნებას ემხრობიან და არც ოპოზიციას, მაგრამ რაღაცას აპროტესტებენ, ხო? ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანმა იცის, რომ რაც არ უნდა პოზიცია გააჩნდეს მას, რომელიღაც კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა უნდა დაიცვას ის და უნდა წარმოადგენდეს. ამიტომ ეს ადამიანები შესაძლოა თავადვე არ აღიარებენ, რომ არ მოწონთ ისიც ვის გვერდითაც დგანან, მაგრამ სამწუხაროდ რაღაცა ესეთი იდეებისთვის არიან ჩართული ამ ბინძურ კამპანიაში. რაც შეეხება ახლა ახალი არჩევნების მოთხოვნას, რომელიც მოდის ოპოზიციის ამორჩევლისგან, ხო? ჩვენ რა პასუხი გავცეთ ამ ქვეყნის აბსოლუტურ უმრავლესობას, 1,100,000-ზე მეტ ადამიანს, რომელმაც ხმა მისცა ღირსებით ევროპისკენ პრინციპს. მე გამიჭირდება, რომ თეონა აქუბარდიას და მის მოკავშირე პოლიტიკოსებს აუხსნა რა არის სიტყვა ღირსება. მაგრამ ქართული ოცნების ამორჩეველმა ზუსტადაც რომ ღირსებით ევროპისკენ პრინციპს მისცა ხმა და ის რომ ქართული ოცნება ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, თუმცა ეს არ უნდა გადიოდეს ჩვენი ღირსების
ხაზზე, არ უნდა ამსხროვდეს ფასეულობებს და დღევანდელზე მინდა შევჩერდე. ზუსტად ამ აქციის ფაქტიურად საბოლოო ეს დაკრისტალებული მიზანი და შინაარსი ძალიან კარგად გამოჩნდა ვაკის ეკლესიაში მამა შალვასთან დაპირისპირების პროცესში. ეს ადამიანები და შემდგომ მათი მომწონებლები, Facebook პოსტების გამომქვეყნებლები და ასე შემდეგ უკვე დაფიქსირდნენ როგორც ქრისტიანობის წინააღმდეგ მებრძოლებად, ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლებად. ამ დღეების მანძილზე მათ სამშობლოს წინააღმდეგ იბრძოლეს, იმიტომ რომ ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველო გაეშავებინათ. ამ დღეების მანძილზე მათ ოჯახების წინააღმდეგ იბრძოლეს. გიორგი ვაშაძე პირდაპირ მოუწოდებდა, რომ შვილებო, გამოდით და თქვით, თქვენ მშობლებს უთხარით, რომ გცხვენიათ საკუთარი მშობლის. ეს არის იმ სოციალური ქსოვილის რღვევის წინაპირობა, რომელიც მათ ასე ძალიან უნდათ, რომელმაც ჩვენ გაგვაძლებინა და აქამდე მოგვიყვანა. და ბოლოს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა. იმ ვითარებაზე რაც არის შექმნილი, იმიტომ რომ ის არის ხელისუფლებაში, ხომ თუნდაც პროცესების თქვა, ანუ დღეს იყო პატრიარქის მოწოდება, რომ კონსტრუქციულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი უმართავი პროცესების თავიდან ასაცილებლად და პრევენციისთვის დიალოგი. ემანუელ მაკრონის ზარი ვნახეთ, რომ იქ იყო ნახსენები ინკლუზიური დიალოგი და სურს მას რომ წვლილი შეიტანოს კრიზისის განუხტვაში. ხელისუფლება არის თუ არა მზად დიალოგისთვის? საფრანგეთის პრეზიდენტის მიმართვით მინდა დავიწყო, ალბათ ბევრი უყურებდით ამ მიმართვას და პირველი რა აზრიც გაგვიჩნდებოდა არის რომ უმნიშვნელოვანესი ქვეყანა ვართ გეოპოლიტიკურად. იმიტომ რომ ასეთი ყურადღება, რომელიც იმ პირობებში, რომელშიც ახლა საფრანგეთი იმყოფება, იცით რომ პარლამენტმა მთავრობა დაითხოვა და ფაქტიურად სერიოზული პოლიტიკური კრიზისი აქვს. ერთი წლის მანძილზე უკვე მეოთხე პრემიერ-მინისტრის კანდიდატი ყავთ უკვე წარდგენილი და ალბათ რა მოახერხებენ რომ აირჩიონ. ყოველ შემთხვევაში ქვეყანა, რომელიც საკმაოდ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში არის და ამ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ასე საკმაოდ ხანგრძლივი დროით მიმართავს ქართულ ხალხს და გარკვეულ რაღაც პროცესებს აინიცირებს, რა თქმა უნდა, გვანიშნებს და გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი ქვეყანა უზომოდ მნიშვნელოვანია. მე ჩვენს მაყურებელს დაუტოვებ შესაძლებლობას, რომ თავად იმსჯელონ და გადაწყვიტონ, რატომ არის საქართველო ყოველთვის ასეთი მნიშვნელოვანი და რა გეოპოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა არ მინდა ახლა ამ ყველაფერზე დავკონკრეტდე. რაც შეეხება ხელისუფლების პასუხისმგებლობას. დიახაც რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და უპირველეს ყოვლისა მადლობა მინდა უთხრა სამართალდამცავებს და თითოეულ ადამიანს, რომელიც ამ დღეების მანძილზე უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის, ფიზიკური დაზიანების და ემოციური, მორალური, საკუთარი ოჯახების რეპუტაციის ხარჯზე იდგნენ და იცავდნენ ამ ქვეყნის მშვიდობას. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც ერთ მხარეს იდო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და მე გულწრფელად მეცოდება ყველა ადამიანი, მოდი დავიწყებ პოლიციელების დაზიანებისგან, ჟურნალისტების, მათ შორის თქვენი ტელეკომპანიის ჟურნალისტები და ოპერატორები დაშავდნენ, რომელსაც სამწუხაროდ არ აღიარებენ თქვენი ოპონენტი ტელემედია საშუალებები, თუმცა ყველაზე ეს ძიმე კადრები მათ შორის თქვენ ჟურნალისტებთან დაკავშირებითაც იყო. და რა თქმა უნდა აქციის მონაწილეები, მაგრამ რა იყო სასტორის აქეთ მხარეს პინაზე. აქეთ მხარეს იდო ძალიან კარგად ორგანიზებული და ეს არ არის შემთხვევითი. ეს არ არის შემთხვევითი, რომ სკოლებში შეაღწიეს, ეს არ არის შემთხვევითი, რომ ყველა ღირებულება და ფასეულობა მოშალეს. ეს არ არის შემთხვევითი, რომ ოჯახებში შემოაღწიეს, რომ ერთმანეთს დააპირისპირეს, და ძმას დააპირისპირეს და მეუღლე თავის მეორე ამძახებს კიდევ უფრო მეტად ის ფაქტორი, რომ რაც არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ასევე დაკავებლების გათავისუფლება და იმ სამართალდამცავების პასუხისგებაში მიცემა, რომლებმაც ძალას გადაამატეს, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ დაკავების დროს ფიზიკურად უსწორდებოდა სამართალდამცავთა ნაწილი. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებული არის გამოძიება, მაგრამ დღემდე შედეგი არ არის დამდგარი. მოდით ესე ვიტყვი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა ამ დღის მანძილზე სამართალდამცავებს არ დაუწყიათ არანაირი რეაგირება, მანამ სანამ ძალიან დიდი ხნის მანძილზე არ ითმინეს მათზე ფიზიკური შეტევები, უმძიმესი შემთხვევები დანაშაულის და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გადაწვის მცდელობები. თუ ამ ქვეყანაში ვინმეს უნდა, რომ მოქალაქედ შედგეს, უპირველეს ყოვლისა საკუთარ ქვეყანას და საკუთარ სახელმწიფოს უნდა სცეს პატივი. როდესაც შენი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო
სასამართლებლო ორგანოს წვავ და მის ასე ვთქვათ შტურმით აღებაზეა საუბარი, შენ უნდა იცოდე, რომ სახელმწიფოს ექნება კანონიერი და სამართლებრივი რეაგირება. სამართალდამცავები იდგნენ სტატიკურად ერთ ადგილას. აქციის მონაწილეები მუდმივად განუწყვეტლივ და შეუჩერებლად ზემოქმედებდნენ მათზე. ზემოქმედებდნენ ლაზერებით, ზემოქმედებდნენ რომ ინდივიდუალურად კანონდამ იმ ადამიანების მიმართ გამოეყენებინათ საპოლიციო საშუალებები, რომლებიც იმ მომენტში არღვევდნენ კანონს. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ იმ მოცემულობაში ჩვენ ხო ვირტუალურად არ საუბრობთ. ჩვენ ხო ვირტუალურად არ საუბრობთ ამ ყველაფერზე. საომარი სცენები იდგა იქ. და ფაქტიურად პიროტექნიკას ჩვეულებრივად ცეცხლსასროლი იარაღის სახით იყენებდნენ ეს ადამიანები. ეს არ იყო შემთხვევით, ეს იყო კარგად დატრენინგებული ჯგუფი, რომელიც შეიძლება რა თქმა უნდა წინა ხაზზე იდგა რამდენიმე ასეული ადამიანი, თუმცა ვინც უკან მათ ზურგს უმაგრებდა, ისინიც ამ პროცესის მონაწილეები იყვნენ. და ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გულწრფელად გადიხარ იქ. შენ უნდა ათვითცნობიერებდე და იქ სრულწლოვნებიც იყვნენ და სამწუხაროდ მათივე ორგანიზებული და მიყვანილი არასრულწლოვნები, ეს ყველაზე უმძიმესი დანაშაული იყო იქ. და ეს ადამიანები, ვინც ზურგს უმაგრებდნენ ამ უმძიმეს დანაშაულს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, იყვნენ თანამონაწილეები ამ ყველაფერს. და რა უნდა გაიკეთებინა სამართალდამცავ სტრუქტურებს, გარდა იმისა, რომ მაქსიმალურად ფრთხილად და მოდი ესე ვთქვათ, რამდენიმე ასეული და 2000-ზე მეტი სამართალდამცავი მონაწილეობდა ამ ყველაფერში. აქედან ორი გადაცდომა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ესეც ჩემი შეფასება არ მინდა რომ ისე მიიღოთ. რა თქმა უნდა, ამას ორი არა იძიებენ იყო, და არაერთი რა თქმა შემთხვევა უნდა ფიზიკური ძალადობის. ნახეთ, ჩვენ ორი არ იყო უფრო მეტი ფიზიკური ძალადობის, მაგრამ თავი რაც არის, მაქსიმუმ შეიძლება 1%-ზეც იყოს საუბარი იმ თლიანი მოქმედებების, რაც სამართალდამცავებს თავი ჰქონდათ. პრეტენზია არის, რომ იქნებიან თუ არა პასუხისგებაში. იქნებ თავი პრეტენზია პასუხისმგებლიანი ადამიანების ის იყოს, რომ რეალურად დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ეს ყველაფერი დააორგანიზა. როგორ შეიძლება ამოგლეჯილად ვისაუბროთ რაღაცა ბევრი საათის შემდგომ არსებულ მომენტებზე, როდესაც სამართალდამცავებს მართლა უწევდათ, რომ ლეგიტიმური ძალა გამოეყენებინათ და მათი კონსტიტუციური ვალდებულება არის, რომ დაეცვათ სახელმწიფო. იქნება ამაზეც ვიფიქროთ, რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ. როდესაც სახლში ჩემთან იჭრება ყაჩაღი და როდესაც ცდილობს, რომ აქეთ დამაყაჩაღოს, ჩემი რეაგირება და გარკვეულწილად რაღაც საპასუხო რეაქცია შეიძლება იყოს სრულიად გამართლებული. როგორ შეიძლება მხოლოდ მეორე ნაწილით ვიმსჯელოთ, როდესაც პირველი ნაწილის იგნორირება ხდება. როგორ შეიძლება ვიმსჯელოთ და სოლიდარობა გამოვუცხადოთ მარტო აქციის დაშავებულ ადამიანებს და დავაიგნოროთ ის, რომ 100-ზე მეტი პოლიციელია დაშავებული, რომ თქვენი ჟურნალისტები არიან დაშავებული. როგორ შეიძლება არ გავათვითცნობიეროთ, რომ იმედზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რუსთავიორზე, პოსტივიზე, ყველაზე არანორმალური შეტევა მიმდინარეობდა. როგორ შეიძლება დავაიგნოროთ, რომ ჩვენი შვილები დაავადმყოფეს. წარმოუდგენელი იყო, ვუყურებდი ახალგაზრდებს, რომლებიც გამოდიოდნენ აქციაზე და იძახდნენ, რომ ისტორიულად საქართველოს ევროპისთვის იბრძოდაო. ანუ ამხელა დანაშაული შენი თაობის მიმართ, რომ არც ასწავლო ისტორია და ამ ცრუ რაღაცა იდეებით გამსჭვალო. ისტორიულად ქართველები იბრძოდნენ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და სამწუხაროდ იქ ახალგაზრდები დააყენეს და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის საწინააღმდეგო მოათხოვინეს. ათხოვინეს, რომ არ გვინდა ღირსებით ევროპისკენ, გვინდა ცალფეხზე ვიდგეთ, გვინდა რომ ვეხვეწოთ, მოგცენ ის, რაც სამართლიანად გვეკუთვნის. დიალოგისთვის ხელისუფლება არის თუ არა მზად, თუნდაც საერთაშორისო მედიაციით. დიალოგისთვის პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე გამოთქვა მზაობა. მათ შორის იხილეთ, რომ პირველი მცდელობა, სადაც რაღაც პატარა ელემენტები მაინც გამოჩნდა მეორე მხარიდან, იყო მომენტალურად ჩაქოლილი. ამ ადამიანებს არ ჭირდებათ დიალოგი. ამათთვის ეხლა ყველაზე საზიანო თავიანთ ამ მავნებლურ გეგმაში არის დიალოგის რაიმე ფორმაში შემოსვლა და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს დიალოგი არ შედგეს. პრემიერ-მინისტრმა ასევე თხოვა ახალგაზრდებს, გამოეყოთ ჯგუფი რა ფორმატშიც უნდათ, როგორც უნდათ, როცა უნდათ და დამხდარიყვნენ. არც ამ ჯგუფ რადიკალ ახალგაზრდებს ჭირდებათ დიალოგი, იმიტომ რომ ეხლა რაც მათ ჭირდებათ, წაგებული არჩევნების ხელახლა გადათამაშება არის. დღეს ჩვენ ვიხილეთ ფაქტიურად იმის ნაცვლად, რომ წინასაარჩევნოდ დაეორგანიზებინათ საკუთარი ამომრჩეველი, პოსტსაარჩევნო შეხვედრებს აკეთებდნენ და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გამოყავდათ. ანუ ვინ უნდა გაგვაკვირვან?
არჩევნების ბედი არ წყდება ქუჩაში გამოსული ადამიანებით. ანუ არც პირველ ყოფილი თემური წყობილება ვართ და არც რაღაცა არადემოკრატიული საზოგადოება. დემოკრატიებში ადამიანები და ხალხები ირჩევენ ხელისუფლებას. ასეთ ფორმატში თუ შედგება დიალოგი, აი ამას გულისხმობ. მაკრონის ზარის შემდეგ გააჩნდა ასეთი მოლოდინი და განცდა რომ შესაძლოა იყოს საერთაშორისო შუამავლობით და მედიაციით ასეთი ტიპის დიალოგი. ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ ყველანაირი პოზიტიური ასე თქვა ჩარევებისთვის, გულისხმობ პოზიტიურს, რომ ეს არ იყოს მიკერძოებული კონკრეტულად რაღაცისკენ მიზანმიმართული, სამწუხაროდ წინა პერიოდის ესეთი მედიაციები ხშირად სრულდებოდა ისე, რომ მაგალითად სრულებით ანტიკონსტიტუციურ რაღაც ჩანაწერებზე გვაწერინებდნენ ხელს, ხო? მაგალითად, იყო ერთ-ერთი ესეთი შეთანხმება, სადაც გვითხრეს, რომ თუ 53%-ზე მეც არ მივიღებდით, რაღაც ხელახლა ჩატარდებოდა. ანუ ეს ხომ ჩვენი კონსტიტუციური პრინციპი არ იყო. ანუ იმ მომენტში ფაქტიურად იმხელა იყო ზეწოლა, რომ რაც კონსტიტუციით არ არის გათვალისწინებული, ის საარჩევნო პროცენტი რაღაცა ზღვრად ჩაგვიდეს, ხო? ეს წარმოუდგენელი ზეწოლა მიმდინარეობდა მთელი ამ პერიოდის მანძილზე. ჩვენ დიდი ხანი ვითმედით და დიდი ხანი არ ვსაუბრობდით ამ ყველაფერზე. მაგრამ როდესაც თავად გლობალური პოლიტიკის კონიუნქტურა იცვლება, იცით რომ ევროკავშირშიც უნგრეთს გარკვეული რაღაცა ისეთი ფლაგმანი როლი უჭირავს მისი ხელმძღვანელის სახით და დონალდ ტრამპი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლად არჩეული პრეზიდენტია, თუმცა ჯერ არ არის მოსული ხელისუფლებაში, მისი პირველი ამოცანა არის, რომ deep state-ი რაღაცა ინსტიტუციებს უკან დინებები გარკვეული გავლენები, პოლიტიკური ელიტების მცდელობა, რომ დემოკრატიული პრინციპები დაანგრიონ და მართვა მათით ხორციელდებოდეს, ეს ყველაფერი შეიცვალოს, ხო? ფაქტიურად არაერთი უკვე ხმამაღალი სტატია, არაერთი ხმამაღალი ანალიტიკოსის და პოლიტიკოსის ნათქვამი ვიცით, რომ მთელი ეს პერიოდი მიდიოდა პროცესები, როგორ ცდილობდნენ დემოკრატიის ჩანაცვლებას გარკვეული პოლიტიკური ელიტების მხრიდან ქვეყნების მართვის. და ჩვენ თქვით, რომ არა, ეს ქვეყანა იმართება ქართული ხალხის მხრიდან და ქართულმა ხალხმა გააკეთა არჩევანი, ამიტომ ვისაც ამ ქვეყნის დახმარება სურს, მან უნდა პატივისცეს ქართულ ხალხს და ნურავინ ილაპარაკებს ქართული ხალხის სახელით. როდესაც ვისმენთ ჩვენ ნურავინ ილაპარაკებს ქართული ხალხის სახელით. ნურც ისინი, ვინც გარედან გვესაუბრებიან და ნურც ისინი, ვინც ჩემს წინა რესპონდენტები ყავდნენ 7-8%-იანი პარტიები. რატიო ნათამიშვილი უნდა ჩავთვათ რამდენიმე წუთში და ბოლოს შეკითხვას დაგისვამთ როგორ უნდა გადაიტვირთოს დასავლეთთან ურთიერთობა მაშინ, როდესაც ყოველდღიურ რეჟიმში გვესმის განცხადებები იმის შესახებ, არა მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებით, ისინი საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო პარტნიორები საუბრობენ, თქვათ, გაყალბების შემთხვევებზე და ასევე რითაც ამყარებს ოპოზიცია თავის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ ასახავდა ქართული ხალხის ნებას. ასევე 28 ნოემბრის შემდეგ ყველა საერთაშორისო პარტნიორის სიტყვიერ თუ ზეპირ განცხადებებში, წერილობით განცხადებებში მითითებული არის, რომ ქვეყანა უხვევს ევროინტეგრაციის გზას და ეს არ არის ევროპული გზა. როგორ უნდა გადაიტვირთოს დასავლეთთან ურთიერთობა ამ მოცემულობაში, რაც არის ხელისუფლების მთავარი გზავნილი? არ არსებობს არჩევნების გაყალბების მტკიცებულება. არ არსებობს იმის წინაპირობა, რომ ვინმე ამ ქვეყანაში გარედან დანიშნოს და დასვას თავისი ხელქვეითები. რაც შემიძლია დავამშვიდოს საზოგადოება და ჩვენი ამომრჩეველი მათ შორის არის ის, რომ გარკვეული პერიოდი ჩვენ დაგვჭირდება, რომ მყარად ვაჩვენოთ ყველას, გარეთაც და შიგნით, რომ ქართულ ხალხს აქვს უზომოდ დიდი გონიერება იმისთვის, რომ ეს ქვეყანა არ არიოს. ჩვენ სამომრჩეველს განსაკუთრებით ამ პერიოდში ძალიან დიდი სიფრთხილე ჭირდება. სახელმწიფო დგას ძლიერად და სახელმწიფო დაიცავს ამ ქვეყანაში უსაფრთხოებას და მშვიდობას. მათ შორის ისეთი ესკალაციებისგან დაიცავს, რომელიც ამ პერიოდის მანძილზე არაერთი გვინახავს და რაც ახლა ჩვენ გვჭირდება, ეს არის ემოციური მდგრადობა, იმისთვის რომ თუნდაც 16 დეკემბერს შეკრებილ ევროპის ქვეყნების მინისტრებს დავანახოთ, რომ ამ ქვეყანაში მაიდანი ჩავარდა, ამ ქვეყანაში ნაცმაიდანი არ
მოხდება. ამიტომ თუ სურთ და როგორც ჩანს ძალიან დიდი ინტერესია საქართველოსთან დაკავშირებით, მათ უნდა ესაუბრონ ქართველი ხალხის ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას. ჩვენ მზად ვართ ყველა ჩვენს პარტნიორთან, რა თქმა უნდა, გავაუმჯობესოთ და აღვადგინოთ ის ურთიერთობები, რომელიც იყო, რომელიც სამწუხაროდ უკრაინაში მიმდინარე ომის დღის წესრიგმა რადიკალურად შეცვალა, იმიტომ რომ საქართველოსთან მიმართებით ინტერესები რადიკალურად შეიცვალა სამწუხაროდ და გადავიდეთ პარტნიორულ ურთიერთობაზე, რომელიც გულისხმობს ურთიერთპატივისცემას და არა დირექტიულ დამოკიდებულებას. მადლობა ნინო წილოსანი, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს.